ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის კი მზადება გრძელდება. 29 დეკემბერს პარლამენტში ფიცდადებს ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ცერემონია 11 საათზე დაიწყება. დეტალებს საკანონმდებლო ორგანოდან მანანა დევაძე მოგვიყვება. მანანა, გისმენთ. პარლამენტში რიგით მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ცნობათა დარბაზში საგანგებოდ ამ დღისთვის სცენა ეწყობა, სადაც პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სპეციალურად ინაუგურაციისთვის დაბეჭდილ კონსტიტუციაზე ფიცს პირველი დადებს. ცნობათა დარბაზში ინაუგურაციისთვის მზადების პროცესს ჟურნალისტებთან ერთად პირადად გაეცნო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. დარწმუნებულია, რომ პატრიოტიზმით გამორჩეული მიხეილ ყაველაშვილი სამაგალითო პრეზიდენტი იქნება და საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ინტერესებს აუცილებლად დაიცავს. ინაუგურაციის დეტალებზე მედიასთან რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემაც ისაუბრა. მისი თქმით 29 დეკემბერს ცნობათა დარბაზში მთავარი აქცენტი ეროვნულ სიმბოლიკაზე გაკეთდება და წამყვანი საქართველოს დროშა იქნება. შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს პარლამენტში რიგით მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 11 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გასტანს. თავდაპირველად მოწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიმართავს, რასაც ფიცის დადების ცერემონია მოჰყვება, რის შემდეგაც მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა. ინაუგურაციას დაესწრება საარჩევნო კოლეგიის წევრები, ასევე მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები. უკვე ცნობილია, რომ ინაუგურაციაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები და სხვა უცხოელი სტუმრები მოწვეულები არ არიან. ძალიან საპასუხისმგებლო არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიების ხელმძღვანელობა და დადგმა. იყო ამოცანა, რომ პარლამენტის დარბაზს არ დაეკარგა თავისი ტრადიციული ვიზუალი, შენარჩუნებული იყო იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანი აქ არის სწორედ ის, რომ პარლამენტის დარბაზში ხდება ინაუგურაცია. ამიტომ მცირე დეტალებით და ეროვნული სიმბოლიკით, რა თქმა უნდა, საქართველოს დროშა იქნება ის მთავარი სიმბოლიკა, რითიც იქნება გაფორმებული დარბაზი. ვიგონებთ ახალ რეჟისურას, სცენარს ინაუგურაციისას, რომელიც აქამდე არ ყოფილა და უნიშნელოვანესი ამოცანაა, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე მიაღწიო აი გარკვეული პოპეზურობის განცდა. ფიქრობ, რომ ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბატონი მეშა არ ყოფილა და არ უნახავს არაფერი, აი ხვალ პირველ რეპეტიციაზე მობრძანდება იმედია და გავივლით იმ ნიუანსებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის პრეზიდენტის სიტყვა და ის ახლა სწორედ იმაზე მუშაობს, რომ მან მიმართოს საქართველოს. ის თავისი თვისებებით, თავისი გამოცდილებით, თავისი პოლიტიკური კარიერით, თავისი კარიერით, როგორც სპორტსმენი, რომელიც ადამიანების გულებს ახარებდა, ვფიქრობ, რომ ზუსტად ამაზე იქნება ორიენტირებული, რომ ქართული ხალხის ინტერესების მთავარი გამტარებელი იყოს. პატრიოტიზმი ეს არის ის თვისება, რომელიც სამწუხაროდ ბევრ მის წინამორბედს არ აღმოაჩნდა. ბევრი კონცენტრირდა საკუთარ თავზე და არა ხალხზე და მიხეილ ყაველაშვილი ზუსტად ის ადამიანი არის, რომელიც რომელიც ამ შემთხვევაში როგორც პრეზიდენტი და უკვე ამ სტატუსიდან ხალხის ინტერესიდან გამო უპირველეს ყოვლისა და ამას დააყენებს ყველაზე ზემოთ. მეორე, რაც შეეხება უკვე ფუნქციებს და უფლებამოსილებებს, მას მძიმე მემკვიდრეობა დახვდება, მას ამ მძიმე მემკვიდრეობის შემოbrunება, შეცვლა მოუწევს ქართული ხალხის თვალში, თუმცა მისი თვისებები როგორც ლიდერისა, ვფიქრობ, რომ ამას შეაძლებნებს მიხეილ ყაველაშვილს და ამ ხრივ უსურვებ წარმატებას და რა თქმა უნდა, ექნება მას ჩვენი გვერდში დგომა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში საარჩევნო კოლეგიამ არაპირდაპირი წესით 14 დეკემბერს აირჩია და პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. ხვალ კი პარლამენტში სხდომათა დარბაზში ინაუგურაციის პირველი რეპეტიცია იქნება. მადლობა მანანა დევაძე იყო პირდაპირ ეთერში.